მალე ჩამოვა. ძველი ცალი და ახალი ცალი. Sut თქვენ გვერდზე ვიქნებით. თუ პატარა რაღაცა ვიღაცა შეაშინა. იბწოდას ვართ აქ. ერთი წამი აღარ დაყოლოცეთ ის განმავლობაში. მე შეურაცხყოფილად ვხრობ თავს არჩევნების მერე, როდესაც ეს ასე მეორდება წლობით. მე რაღაც ეპილეპარება ზურა რომ ეხლა ამ არჩევნებს აქ იგივე არ გამეორდება. იგივე გამეორდება და მარტო ტაშკარზე არ არის საქმე, მე მგონი ეს ყველგან ასეთია. პირველი რაც ჩვენ შეგვიძლია თითოეულ ჩვენთანაც რაც შეგვიძლია რომ ჩვენი თითოეულმა უნდა დავიცოთ ჩვენი ხმა. უნდა შეცვალოს, მაგის იმედი რო არ გქონდეს, მაშინ გულხელი უნდა დავიკრიბოთ და უნდა შევეცადოთ რომ შევცვალოთ. მაგრამ ჩვენი კეთილი ნებას აუცილებლად ჭირდება დაცვა. დაცვა ჩვენი სიტყვისა. იქ ძველი კომისიებიდან, რომელსაც მე ვღებულობდი მონაწილეობა, ძალიან ცუდი სისტემა იყო. ძალიან ცუდი სისტემა იყო. თუ ის იგივე მეთოდით უნდა მოხდეს არჩევნები, მე არანაირი იმედი არ მექნება წინასწარ გეტყვით იმას. როგორი განწყობით ახლა? ძალიან კარგი, ამაღლებული. რაში გამოიხატებოდა და გადაშენდეს თავის დროს სააკაშვილი აღარაა საჭირო. აი მას გამოიხატე. ჩვენ გვინდა ივანიშვილი გვინდა რომ იყოს ჩვენი თავრობის მეთაური. აი 84 წლის ხალხი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს ნამდვილად, იმიტომ რომ ახლა რო უყურებ აქციებს, მე იმდანა ხალხი მიდის, რომ აუცილებლად გავემარჯვებთ. ეს უნდა წავიდეს აუცილებლად, ეს არის საქართველოს დამღუპელი კაცი. პირდაპირ ვამბობ. მე მინდა ჩვენი ეს ქვეყანა წესიერ გზაზე დადგეს და ყველას ფიქრობთ ამ ამბავს, აი გამნა გადაშენდეს გიჟია სულელია მაგით. პენსიას ავითომ მადლენს და ახ უნდა დამიქვითოს ისევზე, რანაირია რა ცხოვრება არის ესა. ას მატყუებს აფერისტი რო. მე მინდა რომ გავიმარჯვოთ ჩვენი. თქვენ რა განწყობით ბრძანდებით? უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა არ არის. ჩვენი კამპანია სულ 14 დღეს გაგრძელდება. ჩვენ დავდივართ სოფლებში, შემდეგ ქალაქის უბნებშიც ვივლით, ყველა უბანზე მივალთ. ჯერ შტაბის შემადგენლობა დავდივართ, ზოგადად გვაინტერესებს ადამიანების განწყობა, როგორ დაძლიეს შიში, როგორ არის მათი აქტიურობა. და ვნახოთ, თან კიდევ ვეკითხებით თავიანთ პრობლემებს. ძალიან დიდი სურვილი აქვს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლის და შევეცდებით, რომ მათი სურვილები დავკმაყოფილოთ. რა შეგვეშინა? არა კაცო, რა შეგვეშინა? ეგენი ხო გეუნე შიში ძანა, ისია შიში. კვარცეთი ანა გამოუშვა, სამუდამო კატორღა უნდა მისვა. დღეს ერთხი ნაჭამობური ბალანდა ისიცა. მაგანდა. ეგე რა ღირსები არიან ეგენი რო? ბალანდია მაგას. დაბაია მაგა დადიან, ზაღალიშვილები ეგე. აი ესე გლეხათულა დააყენო და იმადეს და ბიცეის და. გლეხათია ციგელთულა უბრალოდ. არა. სიცხვილია ქართველი ხალხი ასეთ მდგომარეობაში იყო. სიცხვილია. ბოლო-ბოლო ძალიან სიცხვილია.